ბევრი ადამიანი შემხვედრია, ჩაუვლიათ, გამარჯობა არ ვთქვამთ, მე მოუწერიათ ნინო ექიმო არ გეწყინოთ, მე არ ვამბობ რომ თქვენი პაციენტი ვარ. მე არასოდეს არ მწყინს, ზუსტად ვიცი რომ ჩვენ მას დავეხმარეთ და ზუსტად ვიცით რომ მათთან ერთად ძალიან ბევრი გამოვიარეთ. სხვა შორის პირველი პაციენტი რომელსაც ფონდი რო შევქმნით მაშინ ჩავატარეთ რაღაც აუქციონი. პირველი საყურე ვთქვით რომ პირველი ბავშვი რომელიც დაიბადება ჩვენი ფონდის დახმარებით, მას ვაჩუქებთ იმ დედას. მართალი გითხრათ ეს საყურები გადავეცი იმ პირველ ბავშვს კახეთში დაიბადა სხვათა შორის, მაგრამ დედა მითხრა რომ არ მოხვიდეთო ოღონდ ჩემთან სამშობიაროში და ისე არ გადმომცეთო, ჩუმად გადმომეცით რომ ყველამ არ გაიგოსო. მე მესმის, იმიტომ რომ როცა ჟორდანიას ინსტიტუტში პირველად ინვიტრო განაყოფიერება ჩატარდა და გაჩნდა ბავშვი, ის პირველი ბავშვი საერთოდ არ თქვეს ანუ რო დაიბადა, იმიტომ რომ უბრალოდ მშობლებს არ უნდათ რომ გაეგოთ. ამიტომ ეს სტიგმა არსებობს ალბათ კიდევ ვეხმარებით აი თქვენ და მე რო ვსაუბრობ ამ თემაზე ძალიან ხშირად ტელევიზიით გამოვდივარ რომ სტიგმები აღარ იყოს. დღეს მივახციეთ აი ამ საუბრით იმას რომ ადამიანმა დაიჯერა რომ არაფერი ხელოვნური ამაში არ არის და თუ გჭირდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგია უნდა მოხვიდე დროულად, იმიტომ რომ შედეგი უკეთესი გქონდეს და არ მოხვიდე 25 წლის მერე ფსიქოლოგიური ტრამვით უკვე რომ არაფრის აღარ გჯერა ძალიან რთულია.